რა ევალება რაიკომის კომკავშირს? თქვენი მოვალება როგორც პიროვნების ახალგაზრდობის პატრიოტული სულისკვეთებით ახსნა. და როგორ მიიღწევა ეს ამ დროს? ლექტორებს ვიწვევდით უნივერსიტეტებიდან, სოფლებში და რეგიონებში ვატარებდით ლექციებს პატრიოტულ საკითხებზე, გმირებზე, ის გრძნობები, რომელთაც ჩვენ ვიგრძნებოდით, ზოგჯერ სრემლები მომდიოდა, როცა სამშობლოზე ვლაპარაკობდით. სად იყო ეს სალაპარაკო ადგილი სამშობლოზე? ოჯახებშიც. კინოები იყო, პატრიოტული კინოები. უნდა ვთქვათ სიმართლე, დამოუკიდებლები კი ვართ. არავინ ჩვენი ბატონი აღარ არის, მაგრამ ფაქტიურად ვიყენებთ ამ დამოუკიდებლობას.